ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დაცია საქართველოს უკან რუსეთისკენ. კაფიო არის ყველაფერი. 26 ოქტომბერი რეფერენდუმად არის გამოცხადებული. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორების პალატაზე. მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოს დაუბრუნოს თავისი ევროპული ოცნება. ჩვენ ამის პარალელურად ვთქვით, რომ კი ბატონო, თუ კი გსურთ რომ კაფიო იყოს არჩევანი ორ საკითხს შორის, ჩვენ საზოგადოებას ვეთქვით თუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე და ჩვენ უთხარით საზოგადოებას, რომ სინამდვილეში ეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ ქუჩაში. სწორედ ეს არის მომენტი, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა უკანასკნელი შანსი დაბრუნებულიყვნენ დემოკრატიულ პროცესში. მოესმინათ ქართველი ხალხისთვის და უარი ეთქვათ გარე დაკვეთების შესრულებაზე. შევეგუებით ამ ქურდობას! არმა! ზუსტად 1 წლის წინ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იმ გზაგასაყარად იქცა, რა დროსაც ყველამ გააკეთა საკუთარი არჩევანი. ემოქმედათ ეროვნული ინტერესებით თუ გარე აქტორების დავალებებით. ოპოზიციამაც, მათმა მხარდამჭერებმაც, NGO-ებმაც და მედიამაც. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ყველამ 1 წლის შემდეგ, 4 ოქტომბერს, იდგებოდა საარჩევნო ყუთებთან თუ ჩაერთვებოდა ქვეყნის გარეთ დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ქვეყნის ერთწლიანი უწყვეტი და მრავალეტაპიანი რყევა, რომელსაც საბოლოოდ ქართული სახელმწიფოებრიობა უნდა ჩამოეშალა და ქვეყანა კვლავ აგენტოკრატიის მარწუხებში მოექცია, ზუსტად შარშან ამ დღეს, ანუ 2024 წლის 26 ოქტომბერს დაიწყო. არჩევნების დღეს ისინი ყველა ერთად, რადიკალებიც, მათი პროპაგანდაც და NGO სექტორიც ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნებში ქართული ოცნება მარცხდებოდა. 2 საათში ჩვენ ერთად აღნიშნავთ დიდ ეროვნულ გამარჯვებას. ამის თქმა მინდა დიდი ხანია რომ ოცნება დამარცხდა. თუ მოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე. თუმცა კენჭისხრის დასრულებისთანავე, როდესაც შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას გადასცა, ქართული ოცნება 54.8%. ოპოზიციამ ბოიკოტის გზა აირჩია. არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. შესაბამისად ის ვერ იქნება ამსახველი ჩვენი მოქალაქეების ნების. რადიკალების ამ ერთი შეხედვით ირაციონალური გადაწყვეტილებით პირველ რიგში დასავლეთში უნდა გაკვირვებულიყვნენ. ევროპულ ქვეყნებში წარმოუდგენელიც კია, როგორ შეიძლება ოპოზიციამ 61 მანდატი, ანუ 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტის თითქმის ნახევარი სანაგვეზე მოისროლოს და ქუჩაში დადგეს. მაგრამ სინამდვილეში არც ქართველი რადიკალების გადაწყვეტილება ყოფილა სულელური შეცდომა და არც ევრობიუროკრატიის მიერ რადიკალიზმის წახალისება შემთხვევითი. ეს სტრატეგიული და კოორდინირებული ნაბიჯი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის გეგმაში. ამიტომაც გარე და შიდა აქტორებმა უნისონში დაიწყეს მოქმედება არჩევნების გაყალბებულად გამოსაცხადებლად. ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს. საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებია გაყალბება. არადა კარგად იცოდნენ, რომ არჩევნებს, რომელიც სრულად ელექტრონული წესით ჩატარდა, რეალურად ხარვეზი არ ჰქონია. კონკრეტული მტკიცებულებები გააქვთ? თუ შეიძლება აი უნდა ჩავერთო სხვა ტელევიზია. არ მაინტერესებს პედაგოგიუნები თქვენი მიუხედავად ამისა, ქართველი რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები განაგრძობდნენ არჩევნების გაყალბების მითით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მათ ინსტრუმენტალიზებას. მთელი ეს სპეცოპერაცია, რომელიც 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობამდე უნდა მieყვანათ, ერთ სიტყვაში მოაქციეს. ეს იყო სიტყვა არალეგიტიმური. არავინ არ აპირებს მისის ლეგიტიმაცია და შეძიოს ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს. სწორედ ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურობაზე უნდა დაეშენებინათ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებისკენ მიმართული ყოველი მომდევნო, ძალადობრივი ნაბიჯი და ცხადი იყო, რომ ეს გზავნილი ელჩებთან შესაბამისად დასავლეთთან შეთანხმებული იყო. არჩევნებიდან 2 დღეში ხომ აქციის პარალელურად ოპოზიციამ სწორედ მათთან გამართა შეხვედრა.
ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა, ინტერესი ძალიან დიდია. ევრობიუროკრატიისგან მხარდაჭერილი რადიკალები სწორედ ელჩებთან კონსულტაციის შემდეგ ავიდნენ სცენაზე და განაცხადეს, რომ თითქოს და იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რითაც დაგეგმილ რადიკალიზმს ახალი საბაბი შესძინეს, ვითომ და ევროინტეგრაციის პროცესის დაცვა. რეალურად კი ეს იყო ევროინტეგრაციის, როგორც შანტაჟის იარაღად გამოყენების სტრატეგია, რომელსაც არჩეული ხელისუფლების ეგრეთ წოდებული არალეგიტიმურობა ფონად უნდა გაჰყოლოდა. ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ ხელისუფლება არის თქვენი და არა ქართული ოცნების. ჩვენ მივიდივართ ევროპისკენ და არც ერთ შემთხვევაში არ დავხმობთ ამას. ჯერ კიდევ არჩევნებიდან მეორე დღეს წილი ნაყარია, როლები განაწილებული. ადგილობრივმა ჯგუფებმა და მათმა უცხოელმა პატრონებმა ქართულ სახელმწიფოებრიობას ორი მიმართულებით გაუხსნეს პროპაგანდისტული ცეცხლი: ევროინტეგრაციის შანტაჟით და არალეგიტიმურობის იარლიყის მიწებებით. ევრობიუროკრატიას უნდა გაეძლიერებინა ოპოზიციის რადიკალური ვნებები. საზოგადოებისთვის კი უნდა დაენახებინათ, რომ დასავლეთი მათ გვერდით დგას და ხელისუფლებას არ ცნობს. ამიტომაც 11 ნოემბერს ევროპელი დეპუტატები აქციას შეუერთდებიან. მათ მიერ წახალისებული ჯგუფები კი რადიკალიზმის ახალ ეტაპზე გადავლენ. კეტავთ ვარაზის ხევს, პასუხისმგებლობა არის ლიდერებზე, ვინც ამას მოგიწოდებთ. მე ვარ დიკა გვარამია, პასუხისმგებლობა ჩემზეა. მნიშვნელოვანი საავტომობილო კვანძის, წირი აქტივისტებითა და კარვებით ჩახერგვას მოჰყვა ზიზღისა და სიზულვილის კამპანია. შეკრებილები განსხვავებული აზრის მქონე ხალხს შეურაცხყოფდნენ. ყოველივე ამას კი აქტიურად ახალისებდა ევროკავშირი უმაღლეს დონეზე. სწორედ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, მაშინდელი ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი აცხადებდა: ჩემი შეთავაზება იქნება, რომ საქართველოს მთავრობას შეუჩერდეს 100 მილიონი ევროს დაფინანსება და ეს თანხები მივმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციების დასახმარებლად. ერთადერთი გზა, რაც ევრობიუროკრატიას აინტერესებდა, იყო რადიკალიზმის წახალისება და რევოლუციური პროცესებისთვის მუხტის მიცემა ევროინტეგრაციით შანტაჟით, რისი შემდგომი სტადიაც 2003 წლის პროცესების გამეორება უნდა ყოფილიყო. ანუ ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის ჩაშლა, რასაც 2024 წლის 25 ნოემბერს შეეცდებიან კიდეც, თუმცა უშედეგოდ. როდესაც 2003 წლის ჩთაგონებულმა რევოლუციის მცდელობამ არ იმუშავა, ევრობიუროკრატიამ ხელისუფლების ჩამოსაშლელად ახალი ესკალაციისთვის დაიწყო ნიადაგის მზადება. ორი სვლა დაიგეგმა. პირველი, ოპოზიციას დაევალა საპარლამენტო მანდატებზე უარი და სიების ჩახსნა, რათა მათ რიგებში ადგილმონაცვლეობის ცდუნების რისკი დაეზღვიათ. ყველა, ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან. ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ. და მეორე, 2024 წლის 16 დეკემბერს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი უნდა განეხილათ, რაც შემდგომი წინასწარ გათვლილი და დაფინანსებული მასშტაბური ძალადობის წინაპირობად უნდა ქცეულიყო. გეგმა უკვე ჰქონდათ, მზადებაც დაწყებული. ევრობიუროკრატები საქართველოს დაუმსახურებლად, როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, არ გაუხსნიდნენ მოლაპარაკებებს, განსხვავებით უკრაინა-მოლდოვისგან. ქართველი ოპოზიციონრები, რადიკალური აქტივისტები თუ NGO-ები, რომელთა დაფინანსების შესახებ ჟოზეფ ბორელს უკვე გაცხადებული ჰქონდა, ამ ფაქტზე აღშფოთდებოდნენ და მოქმედებაში ჩაუშვებდნენ უკრაინული მაიდნის ქართულ ვარიანტს. თუმცა ქართულმა ოცნებამ და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მათი გეგმები ამოაყირავა, როდესაც თქვა: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. თითქოს ყველაფერი მარტივად იყო. საქართველო არ იქნება გაწევრიანების ინიციატორი იქამდე, სანამ სრულად არ შეასრულებს ევროასოცირებით ნაკისრვალდებულებებს და ეს 2028 წელს მოხდება. თუმცა თუ ევროკავშირს სურს, რომ დღესვე გაუხსნას ქვეყანას მოლაპარაკებები, ხელისუფლება მზადყოფნას აცხადებს. კეთილი ინებონ თუ უნდათ მოლაპარაკების გახსნა, დადონ მაგიდაზე დღესვე მოვაძარ ხელს. ქართული ოცნების მხრიდან მსგავსი სვლა არც რადიკალებს და არც მათ უცხოელ პატრონებს არ ჰქონდათ გათვლილი. ამიტომაც მაიდანიზაცია დაგეგმილზე ადრე დაიწყეს. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ არც ერთ საელჩოს, არც ერთ ევრობიუროკრატს, შტატების იმდროინდელ არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ დაუგმია თბილისის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე ძალადობრივი და დანაშაულებრივი ქმედებები.
არ დაუგმიათ მოლოტოვის კოქტეილების სროლა სამართალდამცავებისთვის. არ დაუგმიათ ქვეყნის სუვერენიტეტის სიმბოლოს, პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. არ დაუგმიათ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე. ძალადობრივ აქციებში არასრულწლოვნების გამოყენება. პირიქით, ისინი ხან პირადი კაბინეტებიდან და ხანაც რადიკალიზმის წამქეზებელ ზურაბიშვილთან ერთად თვალსადევნებდნენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ძალადობას მშვიდობიან პროტესტად რაცხავდნენ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას კი არალეგიტიმურად. საქართველოში ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. ქუჩაში არის ძალადობა, რაც შეეხება არჩევნებს, ის ყველას მიერ არაა აღიარებული. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანი აქციაზეც იმყოფებოდა. ოპოზიციასაც შეხვდა და სალომე ზურაბიშვილსაც. რა დროსაც სავარაუდოდ დაიგეგმა შემდგომი ესკალაციის მცდელობა. კერძოდ ახლობდებოდა პრეზიდენტის ახალი წესით არჩევა. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 2024 წლის 29 დეკემბერს ჩაინიშნა. უცხო ძალებისგან კონტროლირებად ოპოზიციას, მედიას და NGO სექტორს დაევალა არალეგიტიმურობის პროპაგანდის გაძლიერება და არც დააყოვნეს. არალეგიტიმური ხელისუფლება ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაციას. დარავის არ უღიარებია ყაველაშვილი პრეზიდენტად. ამას არ იქნება არანაირი ლეგიტიმაცია. საკანონმდებლო ორგანოში თვითმარქვია დეპუტატები და არალეგიტიმური პრეზიდენტი. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ინაუგურაციას მოჰყვა კვლავ გარედან დაფინანსებული აქციები. მორიგი ესკალაციის მცდელობა. ქვეყანაში ყოველი ახალი დღე ახალ რადიკალიზმს შობდა, რასაც აქტიურად უმაგრებდნენ ზურგს დასავლეთიდან. 2024 წლის 26 ოქტომბერს დაწყებული პროცესები ქართველი ხალხის, მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობისთვის დანაღმულ ველზე სიარულს დაემსგავსა. და ეს არ ყოფილა ხალხის წიაღიდან წამოსული გულწრფელი პროტესტი, არამედ ეს იყო დაძაბული, არაპროგნოზირებადი გარემოს შექმნის გარედან დაფინანსებული მცდელობები, რომელიც უცხო ძალების გათვლით, სწორედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო, რის მომწიფებასაც ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმაზომიერად ცდილობდნენ. მართალია მმართველმა გუნდმა ევროინტეგრაციის თემით შანტაჟის ბერკეტები მათ წაართვა, თუმცა გარე და შიდა აქტორებმა ყბადაღებული ლეგიტიმაციის პროპაგანდა გააძლიერეს. მოწყვლად ჯგუფებს დააჯერეს, რომ მათი სამართალდარღვევა დანაშაული კი არა თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამ ბრძოლაში თუ დააკავებდნენ გმირობა, რადგან ვითომდა არალეგიტიმურ ხელისუფლებას არც კანონის აღსრულების ლეგიტიმური უფლება გააჩნდა. არ გემორჩილებით, თქვენ ხართ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ხელდასმული პოლიცია. ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და შესაბამისად მათი მიღებული კანონები, რომელიც არის რეპრესიული, არის არაკანონიერი. ამ პროცესს უნდა შეექმნა ტოტალური დაუმორჩილებლობის ილუზია, რაც PR ტექნოლოგიურად უნდა გამოეყენებინათ ხელისუფლების დასაზიანებლად საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომაც ახალისებდნენ ძალადობას და დამნაშავეებს უხდიდნენ ფონდების მეშვეობით ჯარიმებს, რათა დანაშაულის ჩადენას განგრძობითი სახე მიეღო. ეს დაემსგავსა შაჰიდის კამრიანი ტერორისტების თანამედროვე ვერსიის შექმნას, რომლებიც შეგნებულად მიდიოდნენ დანაშაულზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დამკვეთებს ბრიუსელის კულისებიდან ხელისუფლების კანონიერი პასუხი დიქტატურად შეერაცხათ. სწორედ ამ ნარატივის გაძლიერებას ემსახურებოდა გარედან მართული რადიკალი ლიდერების ციხეში ნებაყოფლობით წასვლის კამპანიაც. როდესაც ასევე არალეგიტიმურობის საბაბით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. მე არ ვაღიარებ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, შესაბამისად იმას, რაც არ ვაღიარებ, ჩემს ანგარიშს ვერ წავდგენ. არ მივედი იმ რაღაც ვითომ კომისია რო აქვს, ეგრეთ წოდებულ ვითომ პარლამენტში. ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის გეგმა აქტიურ ფაზაში გადავიდა. უცხოელი აქტორების მიერ შედგენილი გეგმის თანახმად 2024 წლის 26 ოქტომბრიდან ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ზიზღისა და სიზულვილის წახალისებული კამპანია საზოგადოების გახლეჩვას და პოლარიზაციის ზრდას ემსახურებოდა. კანონის შეგნებულად დამრღვევი პოლიტიკოსების დაკავებას ევრობიუროკრატები დიქტატურად რაცხავდნენ. პარალელურად კი გარედან მართულ რადიკალებს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარიც ათქმევინეს. საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო 2025 წლის არჩევნები არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესრულის გადაწყვეტილებას ძალიან მძიმე განაჩენი მოყვება. ეს ყოველივე აპოკალიპტური სურათის დახატვას ემსახურებოდა. იმის წარმოჩენას თითქოს და საქართველოში დემოკრატია კვდება. ამიტომაც მის დასაბრუნებლად ერთადერთი გზაა დარჩენილი. სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა. 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ. თარიღიც შემთხვევით არ შეურჩევიათ. 2025 წლის 4 ოქტომბერი, თვითმმართველობის არჩევნების დღე. 4 ოქტომბერი ეს არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე ყოველთვის არის მყიფე დღე, როდესაც ხდება ერთი
მოწვევის რაღაც არჩეული ორგანოს ლეგიტიმაციის შეწყვეტა და ახალის დაწყება. ამიტომ ეს შუალედი თავის დროზე ვარდების რევოლუციას ჩვენ რო გავიხსენოთ, ზუსტად ამიტომ არის ხომ შერჩეული, რომ დასრულებულ ლეგიტიმაციას მოაყოლო კანკარი, რომ ახალი ლეგიტიმაცია არ შეიქმნას, მოხდეს წყვეტა, დამხობით, რევოლუციური წყვეტა და შემდეგ უკვე ხელახლა გადაწყობა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ 4 ოქტომბერს გარედან დაფინანსებული და წახალისებული რადიკალები ქვეყანაში ნეპალის გამეორებას შეეცდებოდნენ. ანუ უმართავ ქაოსსა და სისხლისღვრას. უმართავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართავებად გაასწრებენ ქვეყნას. ისეთ ძალადობას მიიღებენ, ნეპალი მონატრები აქმნენ რა. გეგმის უცხოელ ავტორებს გათვლა ჰქონდათ, რომ მთელი წლის განმავლობაში წახალისებული ზიზღი და ძალადობა, ხელოვნურად გამოწვეული პოლარიზაცია, ხელისუფლების არალეგიტიმურობის პროპაგანდა და ევრობიუროკრატიისგან მომდინარე არაღიარების კამპანია 4 ოქტომბერს თბილისში საბოლოოდ იფეთქებდა. მე მგონი ზამთრილად უნდა იყოს ქართული ოცნება. ყველა დასაჭერად აქვს თვითონ საქმე. გაიქცევია, კერძავლეთ, გაიქცევია. რუბიკონი გადალახულია. უკან დასახები გზა მოჭრილი. 2024 წლის 26 ოქტომბერს დაწყებული გეგმის კულმინაციური მომენტი ახლოვდება და ყველას საკუთარი გზა უკვე არჩეული აქვს. ერთნი, ვინც გარედან მოსულ დირექტივებს მიყვებიან, ეროვნული ხელისუფლების დამხობისთვის იკრიბებიან. მეორენი კი, ვინც პრიორიტეტს ეროვნულ ინტერესს ანიჭებს, საარჩევნო ყუთებთან დგანან და სტაბილურობას, მშვიდობასა და სუვერენიტეტს ირჩევენ. და ამ არჩევანის სიმყარეს სულ მცირე ხანში ქვეყნის გარედან მართული ჯგუფები ძალადობითა და ცეცხლით, ვანდალიზმითა და შტურმით გამოცდიან. ჩვენ შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. სისხლი იქნება და ჩათვალე პროცესს ვეღარაფერი უნდა გააჩენოს. ესვით იქნება. აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. მსხვერპლი, უმართავი ქაოსი და სისხლისღვრა არ შედგა. მორიგ ჯერზე სცადეს უცხო ძალებმა მოესინჯათ ქართველი ხალხის არჩევანისა და ხელისუფლების სიმყარე და მორიგ ჯერზე დამარცხდნენ. ხელისუფლების დამხობისთვის გამოყენებული რადიკალები ციხეში აღმოჩნდნენ. დამხობის უცხოელი ავტორები კი მხილებულნი, რომლებიც დღესაც განაგრძობენ არ შემდგარი რევოლუციის ნარჩენებისგან ახალი ძალადობრივი ტალღის შექმნას. იმით, რომ არ გმობენ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას და მეტიც, კვლავ აფინანსებენ რადიკალიზმში ჩართულ ჯგუფებს. მართალია, ახალი საკმაოდ შემზღუდავი კანონმდებლობა ამას უკიდურესად გაართულებს, თუმცა ვიცით, რამდენად დიდებულ საქმეს აკეთებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და გვსურს მათი მხარდაჭერა განვაგრძოთ ქართველი ხალხის სასარგებლოდ. უფრო სწორი იქნებოდა ეთქვა, რუსთაველზე შეკრებილი რამდენიმე ათეული ექსტრემისტის სასარგებლოდ. თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველაფერი ისედაც ცხადია. ნიღბები ხომ ზუსტად 1 წლის წინ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩამოიხსნა ყველამ, როდესაც დაიწყეს გზა არჩევნების არაღიარებიდან სახელმწიფო გადატრიალებამდე. დღეს 26 ოქტომბერია, 1 წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც რეფერენდუმად გამოგვიცხადეს ჩვენი მრავალწლიანი შრომით მოპოვებული მშვიდობისა და განვითარების დასასრულად და გვიანონსეს და სამეზობლო ომში ჩართვას დაგვპირდნენ. 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განსაზღვრელი მომენტი. ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, რაც იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ NGO, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი. ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყანა მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა. თუმცა მაშინაც საპარლამენტო და ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე კაფიო და ერთმნიშვნელოვანი პასუხი მიიღეს, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოს აწმყოსა და მომავალს განსაზღვრავს, ქართველი ხალხი
და მის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლებაა. სწორედ ამიტომ დღევანდელ დღეს მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩეველს, ნამდვილ პატრიოტებს. მადლობა ეკუთვნის ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას უჭერს მხარს. განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც აფასებს მშვიდობას, ახსოვს ისტორიის მწარე გაკვეთილები და უკეთესი ხვალინდელი დღე ეიმედება. ჩვენ კი ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე არ გავაცრუებთ, არ ვუღალატებთ, ზურგს არ შევაქცევთ. ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას.